Kalbatonebo და ბატონებო, დასკვნითი დღის მთავარი ბრძოლის დრო დადგა. WPF ჩემპიონის კამარს 12 რაუნდიან ბრძოლაში ქართველი ჩემპიონი ფილიპინელი მებრძოლის წინააღმდეგ დაიცავს. Ladies and gentlemen, this is the main event of the evening, and the following contest is scheduled for 12 rounds in the WPF middleweight division. This is your WPF Interim World Championship bout. Before we begin, this bout is supervised by President of WPF, Mr. Howard Goldberg. When the action begins, your referee in charge will be Mr. Zbigniew Lagos. And now, ladies and gentlemen, it's time to start the finale. Introducing first, out of the blue corner, the challenger, fighting from Philippines, Elmo Traya! Gonna fly, fly. Gonna fly, fly. Gonna fly, fly. Introducing his opponent out of the red corner, the reigning, defending, undisputed WPF champion of the world, from Georgia, Kiwi Todua! Rising up back on the street, did my time, took my chances. Went the distance, now I'm back on my feet. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. Ladies and gentlemen, please rise. Გთხოვს ფეხზე წამოდგეთ ფილიპინების ეროვნული ჰიმნი. Yan ang pambansang awit ng Pilipinas. Kayang makinig, pero sa sinakanan, alam ng puso sa titik mo'y buhay. Lumang inilang, tuyag na ng mahinig, sa mandulubing, di ka pasisigil, sa nalatang tulog sa simayan, sa gamit pawagaw, ay hinatang tulang, ang isang pagkayang inamahal, ang isang lang magawad, ulit na buhay na naghihinig. ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი ბატონი ბადრი დოლბაია, საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
Moby stars wash you up in river. It's so hard now. Trying hard now. Always ready. Gonna make a move. Always ready. Այս շանսը ձեր բասոկրების կողմից მოვიდა დრო ვიხილოთ დევანდელი დღის მთავარი დაპირისპირება. იწყება დღის მთავარი ბრძოლა. ქართული კრივის ვარსკვლავი გივით ოდუა მსოფლიო ჩემპიონი იცავს საკუთარ კამარს საშუალო წონაში, ხოლო მის წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ ფილიპინელ პრეტენდენტს ელ მოტრაიას. ბრძოლა არის 12 რაუნდიანი. დაპირისპირება იქნება გრძელი, რთული, თუმცა გივით ოდუა ის მოკრივეა, რომელიც არ უფრთხის გამოწვევებს, რომელიც იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომელიც დებს უმაღლეს შედეგებს და რომელიც ნაბიჯ მიიღწევს მსოფლიო კრივის უმაღლესი მწვერვალებისკენ. და დღეს თბილისში აი ამ შოუში დარწმუნებული ვარ, რომ გივით ოდუა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს ქართული კრივის სასახელოდ. რაც შეეხება გივით ოდუას მეტოქეს 31 წლის ელ მოტრაია ძალიან გამოცდილი მებრძოლი ფილიპინებიდან 16-6-ზე არის მისი რეკორდი. აქვს ნაბრძოლი არაერთი საქამრე ბრძოლა მოგებული აქვს მათ შორის WBF-ის ავსტრალიის სუპერლაით კამარი, აზიის კრივის ფედერაციის საშუალო წონის კამარი. ძალიან გამოცდილი, ძალიან ძლიერი ოპონენტი ყავს გივით ოდუას. ბევრის მნახველი ელ მოტრაია პირდაპირ მენი პაკიაო სამშობლოდან. თუმცა გივით ოდუა ყოველ ბრძოლაზე პროგრესირებს, ბრძოლიდან ბრძოლამდე უმატებს და ჩვენ დავინახეთ თუნდაც აი ამ საწყის წუთებში თუ როგორ აქტიურობს ქართველი მოკრივე. რამხელა პროგრესია გივით ოდუას წინა ბრძოლების შემდეგ. მისი უპირატესობა აშკარაა, მისი დომინაცია აშკარაა. თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა ქართველმა. გივით ოდუა წარმოადგენს კრივის კლუბ ბოქსინგ ტაიმს. წარმოშობით გახლავთ ზუგდიდიდან და დღესდღეობით ითვლება ლიდერად ქართული პროფესიონალური კრივის და აბსოლუტურად დამსახურებულად.
მან თავისი კამერის მოპოვება შეძლო ამ შემოდგომაზე თბილისში გამართულ შოუზე. მაშინ მისი მეტოქე იყო ტაილანდელი, ახლა კი კამერის დაცვა უწევს უკვე ფილიპინელი მეტოქის წინააღმდეგ. გივი თოდუას კუთხეში ვხედავთ მის მწვრთნელს და ამავდროულად ბიძას, გაგა თოდუას, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ემზადება გივი თოდუა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან. კარგი შეტევა თოდუა იერიშზეა. და პოლონელი არბიტრი ზებე ლაგოცკი ჩაერია. სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მოკრივეებს. და ამასობაში რა დარტყმა გააკეთა გივი თოდუამ. არა მგონია ფილიპინელმა ადგომა შეძლოს. ძალიან უჭირს ადგა. ყოჩახ ფილიპინელ მოკრივეს. და რა თქმა უნდა გივი თოდუას, რომელიც ახლა უკვე იერიშზეა და არ აპირებს 12 რაუნდი ვალსის ცეკვას ვადაზე ადრე. აპირებს გამარჯვებას, ადრიანად უნდა სახლში წასულა დღეს გივი თოდუას. აი ეს აპერკოტი კი კიდევ ერთი. ძალიან მაგარი ორთაბრძოლა. ვეღარ აგრძელებს ფილიპინელი და კვლავ გივი თოდუა მსოფლიო ჩემპიონის კამრის მფლობელია. საოცარი ორთაბრძოლა და შესრულება. შესანიშნავად იასპარეზა გივი თოდუამ. დაიტოვა თავისი კამარი და სახლშიც ადრიანად წავალ დღეს. გულოცავ ქართული კრივის ყველა კომაკს ამ შესანიშნავ გამარჯვებას, ქართული კრივის ამ პროგრესს, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, Boxing Group Promotions, რომლებმაც შეძლეს ამ საოცარი შოუს ორგანიზება, რომლებიც ყოველთვიურად ჩუქნიან საოცარ საკრივო შოუებს ქართული კრივის კომაგებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია ქართული კრივის კომაგების გვერდში დგომით, სპორტის სამინისტროს გვერდში დგომით, თბილისის მერის გვერდში დგომით შედგა ეს შოუ და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც გაგრძელდება ამაზე უკეთესი, უფრო დიდი, ძალიან მაგარი საკრივო შოუები. ჩვენ ერთად დავწერთ ქართული კრივის ახალ ისტორიას. გველის დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი, WBF ჩემპიონის კამრით და გივი თოდუა, ძალიან ღირსეული ჩემპიონი. The champion will be awarded by champion's belt by the president of WBF, Mr. Howard Goldberg. At 1 minute and 36 seconds of round number 2, the referee has called a stop to this contest, declaring the winner by knockout and still the WBF middleweight champion of the world, Givy Todua.
fire that won't go. Trophy gleam, just rusty chain, forged in the rain. Again, you want it შოუ plain. შედგა ულოცავ ქართული კრივის ყველა კომაკს ამ საოცარ ბრძოლას გივი თოდუა კლავ ჩემპიონია ილოცავ ქართული კრივის კომაკებო ჩვენს შევძელით ახლა კი აღნიშნის დროა